გამოშვების ბოლოს 86 წელი ავთოვარაზის დაბადებიდან დღეს ქართველი ხელოვნები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეულ მხატვარს იხსენებენ. ვარაზი ძირითადად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა. მისი პოპ-არტში შესრულებული ნამუშევრები კი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ვარაზს მხატვრულად აქვს გაფორმებული გიორგი შენგელაიას კინოსურათი „ფიროსმანი“, სადაც მთავარ როლს თვითონ ასრულებს. მხატვარი 1977 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავთოვარაზი არაჩვეულებრივი ავთოვარაზი იყო თავისთავად ძალიან კაი მხატვარი და მე ფილმზე ავიყვანე პირველად როგორც მხატვარი. მაშინ მაგან გააკეთა რაღაც არაჩვეულებრივი გამოფენა საქართველოს მუზეუმში. ლალი ჯავახიშვილი იყო ესეთი, ივან ჯავახიშვილის შვილი, იმან გააკეთა და ავთომ რაღაც საოცარი დიზაინი გააკეთა ამ ყველაფერს ამ არქეოლოგიის. ამ ჩემი ფილმის რაღაცა წარმატებას თუ შეიძლება ლაპარაკი, მნიშვნელოვნად განაპირობა ავთოს მონაწილეობამ როგორც მხატვარმა, რაც იქ არის ესე ვთქვათ სტილისტიკას ფილმში და ასევე როგორც თვითონ ფიროსმანის როლის შემსრულებელი.